Hi, დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას, როგორ ხართ? საკმაოდ ადრეა ჯერ, მაგრამ ისეთი დროა, როგორც ტრადიციულად ვიღვიძებთ, ვემზადებით, მივდივართ. Რა თქმა უნდა, მარიკოს გაღვიძებამდე ჯერ დედა ემზადება და სრულად მზადრო ვარ, ფაქტობრივად სრულად, მერე უკვე ერთვება საქმეში მარიამი. წესი ძალიან კარგად გამოძინებულია და უნდა იყოს ფანტასტიკურ ხასიათზე, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ეგრე რომ გონია, მაშინ გიждდება ხოლმე. სახე ვაკ დასიებული. ისეთი ASMR-ცინა. გავაღვიძო. კვერცხის თუხთუხის ხმა ალბათ მანდაც მოდის. ხარშა, იმიტომ რომ ღამით ამეს არა რაღაცის გაკეთება. ხო და მედი მოდი მეთქი. დღეს გავაკეთოთ. დღეს მარიამი აუცილებლად თავის ბაღში მიდის ყოველ მისის გარეშე. ხო და მე ჩემს სამსახურში. ყავის ტებო გაგვიმარჯოს და ჩაის ტებო თქვენც გაგიმარჯოთ. როგორ სვამთ არ ვიცი ამ ჩაის, მაგრამ ღმერთმა შეგარგოთ. შემცირდა ხალხო. ეს ორი დღეა რაღაცა აშკარად ვგრძნობ რომ ცივა. ანუ რაღაცა ვაზუზული ვარ ესე. გუშიკო არ ყავდა სახლში და ისეთი მოწყენილი ვიყავი ხალხო. ეგროა სახლში რაღაცა ის არის რა ქვია. კარგად ვართ და სახლში რო არ არის ხოლმე ესე მოვიწყეთ რაღაც და ხრები გოჩამუყრილი. მეთხარი უშენობას ვერ ვიტად და ბრუნდი ოჯახში. საქმეზე წასული, თორე ძალიან აუცილებელი საქმე რო არ იყოს. ეს რო სადმე დარჩეს ხოლმე და რაღაც არა, მაგრამ ფიზიკურად თბილისში არ იყო და მეთქი რას ვიზავთ. აუცილებელი საქმე იყო და უნდა წასულიყო, ამიტომ გუშინ მოგვიწია მე და მარიამს მარტო, რომელია ეს, ხო, მარტო ყოფნა და სიმართლე გითხრათ ძალიან არ მომეწყდა, აი რაღა დაგიმალოთ. ძალიან დიდი დისკომფორტი გახლავთ. დიაძახ შეთვიმეორ ფამ სიტყვის გიგონება ახლა ეგ. დისკომფორტი რამდენი ჯერ უნდა გავიმეორო. სარავინი არ მომწერს ურატვინი წაიღე გავდები მეორე. არაფერი მომწერს. სიო, არავინერობის ბუჟლას აღარ ვაპირებ. ას. ხო და ისე განვიცდი ხოლმე რომ არ არის სახლში, არ მძინავს კარგად, აი თქვენ წარმოიდგინეთ. ვერ ვიძინებ ხალხო, რომელი იყო მგონი 4 იყო თუ 5 დაწყებული. დამეძინა ისიც იმიტომ რომ გავიციშე დაღლილობისგან ანუ და უცილობისგან თორე ანუ დიდად არ მიყვარს მოკლედ რო არ არის სახლში რაღაცა ისე ვარ აი არ მსიამოვნებს რა არ მსიამოვნებს ერთი დადებითი მხარე რაც აქვს მომზადების დროს საუბრობ ხმამაღლა სახში რო არ არის, ახლა ვერ გავაღვიძებ ხო? ამიტომ ერთი პლუსი ეგ არის თორე. ესე იგი ესეთი ამბავი იყო. ეტო გავთქდარებს ახლა. უცაბიდეთ. კობას მეთქი. მარიამს პაპა გადავაყვანინებს, ანუ მამა ჩემი. იმაში, რა ქვია, ბაღში. მაგან გაიხაროს. ისი დასვენებული ვარ. დღეს და ხვალ, ზეგ ისე ვერ, მაგრამ ზეგ რა დღეა. ხო, რა უწევს. პრინციპში, ზეგ ისედაც არ გვინდა ვისვენებთ და მე რა ორშაბათს ისე. ეს ზონა დასრულებულია. დღეს დიდად არ ვიწატყლაპნოს არ ვაპირებ, მაგის ნერვი არა მაქვს. რაღაცა დღეს ძალიან ნერვი არ მაქვს, პარასკევი დღეა.
დღეს გვაქვს ძალიან ბევრი საქმე სხვათა შორის აი როგორც პრაგონები ისე უნდა გავიაროთ რა ავაწყეთ რა გაკეთდა და ასე შემდეგ ამიტომ დღეს იმდენი საქმე მაქვს რადგან ქალბატონი ამას არ ისვამს უკვე მოვათავსე ჩემს გაყოფილებაში რამე საათი რომ მოიმედი და კისერი ეხლა მთლად არც ისეთი დრო მაქვს რო არ ეკავიჯდე 7 წელი ვილაპარაკო მაგრამ ცოტა ხანი ვიჭორავთ ცოტა ყავა დავლიოთ ამას წავისვამ და ამას პრინციპში მე რა თმინდა მე სხვაც მაქვს და ამას უნდა მივცე გადავხვარი აქ ტუჩები ხალხო რა უხმობს ასე გაფიცებთ არ ვიცი აი როგორ აქვს იცით რა ვიცი ქვაბების სახეხი რო ხუცი სინარო აი ეგრე აქვს ზუსტად უი ჩემი იმის ფერი ყოფილი თითქმის გუშინ საღამოს მოვაწყე საყოველთაო დამპალი ხალხის გაძევების დღე შეგვიძლია დავაწესო ყოველი ხუთშაბათი TikTok-იდან და დოდონას ბლოგიდან მივაბრძანე ორი განსაკუთრებით ისეთი ადამიანი რომელიც არ უნდა იყოს ჩემ სოციალურ ქსელში არ შეიძლება ხო და მე ყოველთვის ვაცლებ ხოლმე ფორას ერთი კვირა რაღაც ეგრე ეგ რო ამოვლენ და აღარ წყვეტენ ჩემს ლანძღოს მე უკვე ეგრევე ძალიან ბევრია რა თქმა უნდა ისაც არ მოწონს დოდონა და განამაგაზე ხალხ ვის რა უკვირს მაგრამ გააჩნია რა შეურაცხყოფას მომაყენებ ამიტომ ორი განსაკუთრებით ისეთი ადამიანი მივაყურე ესე რომ ვთქვათ საერთოდ არ ვფიქრობ ნახოთ ვისი ჯერი იქნება ჯერჯერობით დანარჩენებს გადავხედე და იყვნენ გეჟდები გუში ვიდეო თუ გუში წინ არ მახსოვს ვიდეო რო ჩაგიწერთ ქალის რო გაჩვენეთ ვიღაც გუშინაც დაგიწერა რა შეშლილი ხო ახარ კალორაკი ან მეტი საქმე არა მაი აქეთ საყურე მიკეთე და აქეთ არ გავიკეთე მეტი საქმე არა გააკ მე უყვარვა და არ იცის აბა დაფიქრდი ბებო გიჟდები რომ წერენ ამასაკში რამ გაგაგიჟა ამ დროს რომ წერ 65 წლის ქალბატონი და როგორია რომ მაგაზე დიდი ვარ კარგად დაგდროს კარგად არ ვარ ეს ხალხი შეიშალა რამ შეგარყიათ ხალხო აი მე ძალიან მიდე გთხოვოთ აი სახელმწიფოს მიდე ვთხოვო რომ რომელი კლინიკიდანაც გამოიქცა ამდენი შეუმდგარი ამდენი ადამიანი რომელსაც არც ხუზი ბედნიერება უხარია არც ხუზი წარმატება არც ხუზი წარუმატებლობა აწუხებს არაფერი არ აინტერესებს არავინ არ ხარ მისთვის და ასე შემდეგ დააბრუნეთ უკან კლინიკებში მზად ვარ ყოველი ხელფასიდან 20 ლარის ოდენობით გადმოვრიცხო როგორც ქვემოქმედი ოღონდ ეს ამდენი არანორმალურ შეყარეთ ოღონდ არა მხოლოდ შეყარეთ დააბით გაპაწყეთ ძალიან მინდა გთხოვოთ აი რაღაცა უმორჩილეს თხოვნაში ვარ გადასული და უფრო მეტი თხოვნაც მაქვს ჩამოვართვათ მობილური ტელეფონი და სამუდამოდ წაუშალოთ ტელეფონიდან Facebook-ი, TikTok-ი, YouTube-ი, Viber-იც, მაგრამ რა მოვლით თავში არ ვიცი. Viber-იც ძალიან გთხოვთ რომ დაინდოთ ჩვენი რიგითი ადამიანების ნერვები. აი როგორი მოწოდება ხალხო თქვით ახლა. და კარგი იქნება მართლა ეს აპდეიტი ჭტერი ერთად რომ შეიყრება და დაჯექით და გაერთეთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ნახოთ რა სიზებს მთავრობა.
მე ძაგმე არ აქ მთავრობას შენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ვისივე დაუკმაყოფილებ. აი მე და ხო მე კი ხუმრობ, მაგრამ მართლა შესაყრელები არის. ნუ მაგდაცილში არ ხუმრობ. 20-ლაშიც არ ხუმრობ, მზად ვარ. ის ყველადაირად და 25-ს მზად ვარ. არ ვიცი. რა გვეშველება ვერ გიტყვით. რა მოხდება, გამოყო კლინიკა, გამოყო მთავრობამ დახები, არ შეიძლება. არაფერს ეგეთი არ აკეთებენ და ეგეც მაინც გააკეთო. ვერ გეტყვით, არ ვიცი. რა გვეშველება ვერ გეტყვით. უსაშველო ჯვარი გვწერია, მაგრამ თქვენ რო ნახოთ, პროსტად დოდონას ბლოგზე რა წერება, მეზარება ხომ დაგისკრინოთ. შევინახო ეს ამდენი სკრინი. რამდენი არანორმალური შემოდის. მე ჩემამდე არ დადის. ეგეთ ოჯახებში როგორ იტანენ მაგ ქალბატონებს, აი ზოგადად ოჯახებში ნეტარ ძლები თუ ყავთ, ალბათ უკვე დაიხოცნენ ის რძლები, თორე ეგეთ დედამთის როგორ აიტან მე ჩემამდე არ დადის, არ ვიცი. გულზე არა ვარ. არ გინდა ეგეთი დედამთილი სატანა რო აკლია და ყველა რო ზულს. ჩემ მტერს ეგეთი ადამიანის ოჯახში ატანა, თქვენ წარმოგიდგენიათ რას უზავს რძალს? ვაიმე, ალბათ დღის შუქსაც არ დაანახებს ხო? ხო წარმოგიდგენიათ? არ ვიცი. მე არ ვიცი. მე აიშველება ამ ხალხს. ჩვენ ვიყოთ კარგად და დაბლოკვას რაღა უდგას წინ. აი. ასეთი ამბავი. აქ რაღაცა ძალიან ისე ხო არა მისვია თეთრად. თეთრად კი არ ხალხო ძალიან წითელი ისა, მაგრამ ქვია ცხვირი. რიჟიკაზავით გამოვიყურები. ჩემი სოსო დაბრუნდა საქართველოში. რიჟა ბავშვები რო არიან, მათი მამა. და გიჟდები ისე მიხარია, ჩემ ჭკუაზე არა ვარ. აი უსაყვარლესი, ჩემი სიხარული და სიყვარული, ჩემი დეიდაშვილია. და მე არ ვიცი, ბავშვებს მამა უყვართ, ეგეთი არ გენახოთ არაფერი. არ ვიცი, ეგეთი რა მე არ ვიცი. აი ზედ აფრინდება ყველა ერთად. ეგეთი არ გენახოთ არაფერი, თქვი, მე და დებილობა თქვი, ხალხო ეგეთი გენახოთ ყველაფერი, ისეთი ბედნიერება, მათი ერთად ნახვა. დილი და რაღაცა ძალიან დაულაგებელი გახლავართ. ეხლა ავდგები, აი გახდა ნეტა, ვაიმე ისე ზურვატრიალებ. უკვე ის დროა, გვანცლომდა ჩაიცვას. ყავა აღარ. და ჩაიცვას. და არა მარტო გვანცემ შეიცვამს, მარიამაც უნდა გაიღვიძოს, იმიტომ რომ ამას რიტუალი აქვს, სანამ ის გაიღვიძებს, მე იწუწუნებს, მე ადგება, ანუ კაი დრო ჭირდება რა. დედა თუ ვერ მოასწარ ჩაცმა არ არის პრობლემა. გადავცუნცულდებით ბაღში. რამეს მოვიცვა, მოცებ, გადავცუნცულდებით, გადმოვა და ჩავიცვა. იმდენი დრო მაქვს, რომ სახშიც რო ჩავიცვა, ანუ მაქვს. იმიტომ რომ რაც გადავწყვიტე რომ მეტროთი ვიარო, აშკარად დრო ძალიან დავზოგე ჩემს ცხოვრებაში ხალხო. ბევრად თან, ბევრად. იმიტომ რომ აქედან ველოდებოდი უბნის მარშრუტკას, მერე 25 წუთი თითქმის ლამის ჩახუხიალება უნდა იმამდე ვაგზლის მეტრო უნდა ხემდე ნაჩერებს და მე 25 წუთზე უკვე ვაჟებში აველაზე გახლავართ. ამიტომ იდეალური გადაწყვეტილება იყო მეტრო. ესეთი ამბები. ჩავიცვა. წავედით ორთაჭალაში.
ჩემი მამამთილია თბილისში დაუცილებლად უნდა გავიდე ნახო და რაღაცა ძალიან შევხედავად გამოვიყურები ეს გადაღება ძალიან არ მიხდება ხო და გამეთავისუფლე მტრობო ჭველი უნდა გავიქცე სანამ მაღაზიაში შევიარე სპარში დიდად ვერაფერს ვერ ვარჩევ ხოლმე ხალხო და რამე თუ მომეწონა ისეთი ძვირია და მე რო ვატარებ აი პირობითად ორი ნაბიჯის ფას ანუ ერთი და იგივე პროდუქცია იმდენად ძვირია სპარში რომ რა ვიცი რატომ დღეს ვიყავი ორ მაღაზიაში და ზოგადად მარტო კი არა აი დააკვირდი თქვენს ამას ბევრი ამბობს რომ აი მენეჯერები ძალიან სოციალური რაღაცაზე ყურებიან ხოლმე და ხალხო მისიაზე კი არ შემოვდივართ ყველა ვიღლებით ყველა სამსახურში ვიღლებით მეტნაკლებად მაგრამ არ შეიძლება სულ რაღაცა ისეთი სახით დახვდეთ მომხმარებელს რომ რამის კითხვა რო უნდა 15 ფუთში მოგიხადოთ რაღაცნაირად თან დილი და ასე ხوار დაიღალეთ ახლა დილიდან ყველას გვაქვს პრობლემები მაგრამ სამსახურის სხვა რამის მოითხოვს რა ასე როგორ მომწონს აი ესენი და ძალიან მინდა ჩემს კედელზეც გავაკეთო მაგრამ არ ვიცი გიჟდებიან აი მე დედაკინა ამ გადავარდი ისე მომწონს მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ მე არ ვიცი რომელი კლინიკიდან გამოიქცა ამდენი შეშლილი, მაგრამ ძალიან სახელმწიფოს სასწრაფო დააბრუნოს ეს ადამიანები უკან, ეს ამდენი შეშლილი, ეს ამდენი სხვისი ბედნიერებით გაბოროტებული ადამიანები, იუმორის არ მქონე ადამიანები, ვისაც ეზიზღებათ ქალი, კაცი, წარმატებული, წარუმატებელი, მდიდარი, ღარიბი საშუალო ფენისა და მე ყველა ეზიზღებათ. მზად ვარ 20 ლარის ოდენობით გადმოვრიცხო ყოველთვე თუ ამ ადამიანებს არათუ ჩაკეტავთ, დააბავთ, ჩამოართმევთ ტელეფონს, წაუშვით ყველა სოციალს, არ ჭირდებათ დამიჭერთ ამ ხალხს სოციალური ქსელი და გამოურთავთ ინტერნეტს. ძალიან გთხოვთ შეხვდეთ ჩვენს მდგომარეობაში, რომ ჩვენსაც შეგვერკეს ფსიქიკა. თქვენ გიყოლათ ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ და ყოჩაღ მე ამდენ ნეგატივს რო უძლებ, მაგრამ თქვენი პოზიტივი ფარავს. დიდი მადლობა. მიმართვა ჩემს მომავალ დედამთილს. დილა მშვიდობის დედა. თუ ისე მოხდა, რომ მეყოლა მაზლი და მაზლის ცოლი და მე შემოვდგი ორი ჩემი გამხდარი ფეხი და ასე გაგიმართლათ ოჯახში რომ მე გავხდი თქვენი რძალი, მეორე რძალი ძალიან გთხოვთ თუ გახდით ოჯახში საომარს და თქვენი უქროული გაყავით შუაზე. როგორც მოგეხსენებათ, მადოდა სერვიზი ჩემია, პატარა რძალი ვარ და ძალიან გევედრებით არ გახადოთ ოჯახში ტკაცით, კუცი და ერთი ამბები და არ იყოთ ოჯახისთვის დამანგრეველი ადამიანი ოქროს გამო, მე ვაფშე არ მინდა ოქრო, მაგრამ ნუ დამტოვებთ ვერცხლის ამარა, ეგ ღამაკლია ვიღაცა რძალზე ნაკლები ვიყო, ძალიან გთხოვთ, გაყოთ შუაზე, თუ გემეტებათ შეგიძლიათ მეტი მომცეთ, სულაც არ უხდება ახლა ჩემი მაზლის წოს იმ ბოტოტაცითებზე ოქრო, მაგრამ არა ვარ ღვარძლა, ძალიან გთხოვთ, გაყოთ შუაზე, ჩემი შვილის ბიჭია, ადამიანია, კაცია, ოჯახის ბურჟია და ენერგიული ახლა. დედა, გთხოვ, არ ჩადგე ორ ძლს შორის, რადგან მე მეტი ენერგია მაქვს, მეტი წონა მაქვს, მეტი განათლება მაქვს და ნუ გამათელინებ ჩემს მაზლის ცოლს. მე ის გოგო ძალიან მიყვარს, ძალიან პატივცემ, არ ვიცნობა რა, აქედავე ვუვარდები ხახაში ისე მიყვარს და ძალიან გთხოვთ, გაიყოს ოქროული შუაზე, გაიყოს ჭურჭელი შუაზე და ვიყოთ ტკბილად, ბედნიერად და რა ვიცი, როგორც ჩემნაირ ტრენდულ ადამიანს შეეფერება.
ძალიან გთხოვთ თუ გაქვთ ცოტა ისეთი თვლიანი ისეთი რა კაი წონის ბეჭედი გადადოთ ჩემთვის ერთი ცალი ცოტა რაც აქ გაიყო შუაზე. აჰა